კიდევ ერთხელ. მოგესალმები მამა პირიდან, როგორ გძანდებთ? მოგესალმება მოგესალმებით, მეც მოგესალმები და ჩვენს მაყურებელს მივესალმები. მივესალმოთ ჩვენ ძირფას და საყვარელ მაყურებელს. მერტმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ჩვენ მე და მამას პირიდან ძალიან გვყარხართ. მიუხედავად იმისა კიდევ ვიმეორებ, რომ აი შეიძლება კრიტიკულებიც იყოს, შეიძლება ძალიან აქტუალურებიც იყოს, ყველანი გვყარხართ, ყველას პატივცემ. რა თქმა უნდა, გინება არ არის ქართული წესი, არ არის ჩვენი ტრადიცია და ამისგან თავი შეიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მოხმარებლები დაბლოკილები იქნებიან. მამას პირიდან ეს ჩვენ გვაქვს ასეთი თემა. განათლების სისტემა და ეკლესია. განათლების ჯერ პირველ ასე ვთქვათ, ნახევარში ვისაუბროთ მამას პირიდან განათლებაში განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე. შემდეგ ვისაუბროთ ეკლესიის განმანათლებლობის საკითხზე და საბოლოოდ კიდევ ვილაპარაკოთ ალბათ მესამე ნაწილში, რატომ უნდა არის თუ არა საჭირო იყოს ეკლესია განათლების სისტემაში და თუ საჭიროა რატომ. აი ეს ამ ნაწილად გავყოთ. თქვენი ცნებართვით, თქვენ თუ შეგიძლიათ რომ დაიწყოთ ამ თემაზე საუბარი, გისმენთ. ბატონო. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა კიდევ ერთხელ, მეთქმა დაუცველი გაყოფოთ, რომ გიფასებო, გაგახარდო, გაგაძლიეროთ უფალმა. ჩვენ რო დავაკვირდეთ ნებისმიერი სახის იდეოლოგიურ სახელმწიფოებს, რომელიც არ უნდა იყოს კიდე ქრისტიანული, მუსულმანური, ათეისტური, ლიბერალური, ნებისმიერი ბუდისტური თუ სხვა, ყველა სახელმწიფო აბსოლუტურად განათლების სისტემა სახელმწიფოს ნომერ პირველ თემად. იმიტომ რომ მომავალი თაობა სისტემას უნდა გაზარდოს მისთვის ლოიალური ადამიანები. მაგალითად, როდესაც ქრისტიანულ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, ხელისუფლება არის რა ქრისტიანული, უნდა რომ ხალხიც ქრისტიანული იყოს. როცა მუსულმანური სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, უნდა რომ მუსულმანური იყოს. როდესაც ათეისტურ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, სადაც ჩვენ დავიბადეთ, მამი, მე და თქვენ და ჩვენი თაობის ხალხი საბჭოთა კავშირში ათეისტური სახელმწიფო იყო, მაშინ იყო უკავშირლობა, პიონერობა, მაგრამ ოქტომბრელობა, პიონერობა და კავშირლობა და მე ასე შემდგომ ბავშვობიდან იწყებოდა აღზრდა. როდესაც არის თუ კი წითელი ეუწოდება მაგალითად მე-20 საუკუნეში წითელი მართლობა, ეს არის სისფერი მართლობა, ლიბერალური მართლობა, ლგბტ თემისა ტოლერანტული ლიბერალიზმი, ყველანაირი ღვთაებრივი ცოდვისგან, უღმრთობისგან, ღვთისგან დაცლილია და სავსე უღმრთობი. მომავალი თაობა შესაბამისად მათ უნდა გაზარდოთ სწორედ ეგეთი. ეს არის ბუნებრივი. ეს გასაკვირიც არ არის ამაში. ჩვენ უნდა შევძლოთ როგორმე ამ სისტემას უნდა წავართვათ განათლების სისტემაზე წვდომა, განათლების სამინისტროზე წვდომა როგორ უნდა მოახერხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაიღუპება. დაიღუპება იმიტომ რომ ახლა მომავალი თაობა, მე მქონდა საუბარი, სულ ახალგაზრდა პირველი კურსის სტუდენტთან მქონდა საუბარი და გულწრფელად მას შეერავდა რომ ევროპაში უნდა შევიდნენ და რომ ლიბერალური ვილოვები იყოს სწორი.
და რომ ერთდროულად იყო წასასვლელი. არადა ეს მისი გაზრდილია, მამო. პირველ კლასში რო შევიდა, მაშინ მოვიდა 6 წელს იყო. 18 წელს გოგონა თუ ბიჭი 12 წელიწად ესე ხელისუფლებაშია, ესე იგი 12 წელს პირველ კლასში ვიდა. ხო? შესაბამისად ამათ გაზრდილი არის. როგორ უნდა მოხდეს, ან მას გულწრფელად ჯერავს. ახალგაზრდები არიან, რომელსაც გულწრფელად ჯერავთ, რომ აი როგორ გითხრათ, აი ლიბერალური სისტემა ეს არის ყველაზე საუკეთესო რამ რაც შექმნილა სამყაროში. გულწრფელად ჯერავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ, სახელმწიფო უნდა იყოს, ასე და უნდა მოვაწყოთ ეს სახელმწიფო, ჩვენ ერი რო ვიყოთ ქრისტიანული, ერი რო ვიყოთ ქრისტიანი და აი მოდი პირდაპირ ითქვას ჭირმათ კაცმა ჭირიმალა და ჭირმა თავი არ დამალაო. ჩვენ ერი ქრისტიანები ვიყოთ, ეს ხელისუფლება არ ვეყოლებოდა. ჩვენ ეუბნებ ქრისტიანულ ადამიანებს ავიჩერებთ ხელისუფლებაში. ეს მოხდებოდა ძალიან მარტივად. უბრალოდ ჩვენ ერი არა ვართ ქრისტიანი, ჩვენ ვართ ხალხი, უმრავლესობა არის აი მოშვენებით და ზედაპირულად ფარისეულად არის ქრისტიანი. როგორ შეიძლება მთელი ამ 12 წლის მანძილზე ეს ხელისუფლება ლიბერალური, აი რა ხდება განათლების სისტემაში, რა ხდება, რა კატასტროფა არის. გადაჭედილია განათლების სისტემა, ლგბტ აქტივისტი პროფესორ მასწავლებლები. შეიძლება კაცო გეი აქტივისტი ადამიანი სკოლაში ბავშვებთან. აი შეიძლება იმის შეხედვით ბავშვი რა გაიზრდება დალოცვილი. სავსეა სკოლები და უნივერსიტეტები გეი აქტივისტი მასწავლებლებითა და პროფესორებით და დოცენტებით და ასე შემდეგ, ლექტორებით. სავსეა გადაჭედილია. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობა გეი აქტივისტები. და ეს არის ხელშეწყობილი, მაგრამ ჩვენ ერთი რამე არის, მეორე პერსონალი ერთი პრობლემა არის, მაგრამ მეორე პრობლემა და ამაზე მეტი მნიშვნელოვანი. ამ ხელისუფლების ხელში რამე სახის ცვლილება განათლების სისტემაში არის გამორიცხული. უცნებიმე აი წინასწარ ვამბობ 490-ჯერ ვიტყვი შენდობას დღეში. აი უცნები. დათავარ ეს გავაკეთო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თითი არ დაარქმევს ეს ხელისუფლება, რომ გეი აქტივისტებისაგან განათლების სამინისტრო გაწმენდოს. ვიღაცა რომელიც პრობლემას ქმნის, რაღაცა გააუშვებს, რომ თან ნახეთ რისთვის, რომ საზოგადოება საკუთარ ამორჩევნს მოატყოს, რომ ვაიმე ნაცებისაგან არის არც ერთი ნაცი ჩვენს გვერდით. ასეთი ლოზუნგი ხო აქვს ახლა. კომუნისტებს ყავს გავსი ლოზუნგები, მეცა როგორ იყო არც ერთი უსაქმური ჩვენს გვერდითო, რაღაც ასეთი, არც ერთი ნაცი ჩვენს გვერდით. რას ნიშნავს რითი არკვევი, ნაცია და ხორცია, რითი არკვევი. მე იცი რა შეესაბამება, ხო? აგვირდებიან ინფორმაცია, აგვირდებიან ვინ რას დაალაიქებს. ხო და თუ დაალაიქა, დაუშვათ აქცია მონაწილე, აქციები დაალაიქა, მოუწოდა, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, ქუჩაში რომ დარბიან ახლა, მოუწოდა მოწოდებას მხარ დაუჭირა, მე ამის უფროს უკავშირდებიან და ეს ადამიანი სამსახურიდან გაუშვია. ეს არასერიოზული არ არის, მამაო. ეს არასერიოზულობა. ეს არ გამოიდის, რამდენად ლაიქისთვის ახლა ადამიანის სამსახურიდან დაშვება. უნდა მიიღოს კანონი და კანონი ლაიქებისთვის გამოგიაოდა მოხდეს ადამიანების გათავისუფლება კაც სამინისტროდან. კანონი უნდა მიღებული და ყველა გეი აქტივისტი, მაგათ როგორ გავსახოთ, დაერქვა გეი აქტივისტი. გრანტები ხო არ შემოსული 20 წელიწადზე მეტია გრანტები მოდის და ძირითადად ამ გრანტებს ისრუტავს ძირითადად ეგრეთ წოდებულ განათლების სისტემაში მიდის გრანტები სპეციალურად განათლების სისტემაში გრანტების ასო ადამიანებმა რომლებმაც აიდეს გრანტები და ამ გრანტებში ხელი მოაწერეს და პირობა იყო იქ რომ ის იქნებოდა ლგბტ აქტივისტი ან ლგბტ ტოლერანტი. ასეთი ადამიანი უნდა წავიდეს, უნდა იქნეს გაშვებული. ანუ მას დათანხმდა ამ კანონით, დათანხმდა რომ მომავალ თაობას გაზრდიდა ამ უძიმესი ცოდვისადმი შემწყნარებელ ადამიანებად. დათანხმდა და ამაში აიღო პული. ჩვენ ხო ეს ვიცით. აი აი ყველა ვიცის ეს. აბსოლუტურად ყველა ვიცის ეს, რომ
გრანტების 99% იმიტომ გაიცემოდა, რომ გარკვეულების ხარდამჭერი უნდა იყოს პედაგოგი. იქ ტოლერანტობაზე ლექციები უნდა ჩაატარო და ისე. ყველა ხო იცის ეს. რანაცი რა ხოცი, ვისაც ეს კანონი უნდა იქნეს მიღებული. ესეთი მასწავლებელი და ესეთი პროფესორი განათლების სისტემიდან უნდა წავიდეს ერთხელ და სამუდამოდ და გათავისუფლდეს ბავშვები გეი აქტივისტებისგან. ბავშვები და დავიცვათ გარკვეულებისგან უნდა მოახერხოთ ეს. თუ ეს ვერ შევძლებთ ბაბაო, ძალიან თუ ვიღაც იყოს რომ მკინეულიაო, რა თქმა უნდა, ეს ისე ეს გადმულია, ეს უბედურება ჩვენში, ეს გარკვეულების სიმსივნე ისე გადმულია, რომ ჰადვილი არ არის და მარტივი არ არის. ბოლო-ბოლოდ გამონათქვამეთ ჩვენ იმერეთში, მარტივი ფაფიჩამაც არა, მარტივი სულით ვარ შეუბერებ რედაქტორსო. და ამხელა საქმეს არამედ 1000-ეულობით ადამიანზე არის ლაპარაკი ბაბაო. შეიძლება 1000-ს აცივდეს, არ ვიცი. და 1000-ები რო არის ვიცი. აი გრანტი კი არა, ვაზუსტებ. გრანტის აღება კი არ არის პრობლემა. გრანტი შეიძლება ქონდეს ადამიანს აღებული, მაგრამ გრანტი რო აიღო და იქ ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერა, გეი აქტივისტი ვიქნებიო, კი რომ არ ოდათო. და მე რომ აუსკიდეს, ეს ბუნებრივად არის, გაიგებს უნდა იყოს. აი მაგალითად არის ეს აი ნახურობაში არის პირველი ნაწილი შეფუცების ლოცვები, ანუ ეშმაკის განსადენდელი ლოცვები. მერიენა მეორე ნაწილია უფრო ნათლობის ლოცვა და მერი არის მილონცხების ლოცვა. მილონცხების დროს სულიწმიდის მადლი მკვიდრდება ადამიანზე. ხო? პირველად თუ არ ჩატარდა შეფუცების ლოცვები, არ შეიძლება ხო დარბევა. აი ასე წარმოვიდგინეთ. თუ განათლების სისტემას შეფუცების ლოცვები არ წაუკითხეთ, ეშმაკები თუ არ გავდებთ, არანაირი ლების შესვლას სკოლებში არ უშველის საქმეს. იმ გეი აქტივისტ პედაგოგებთან დაუმთავრებელი კონფლიქტები იქნება მამაო. კონფლიქტები და რაღაც ინტრიგების მოწყობები და 1000 მაიმუნობები იქნება. ინტრიგებს მოუწყობენ დლებს. რაღაცებს მახებს გაუგებენ. ჩვენ იმდენად სასულიერო პირები იმდენად ამ ინტრიგებში გათვისნობიერებულები არა ვართ. ეგენი უკვე დაპროფესიონალებულები არიან. და ინტრიგა რაღაცას იქნება პირველად განათლების სისტემას უნდა ექნეს საკითხული შეფუცების ლოცვები. ეს ეშმაკის მიმდევრები ყველა ეს ადამიანი, რომელმაც ფული აიღო მომავალი თაობის ლიკბოდო ტოლერანტებად დაზგაში განათლების სისტემიდან უნდა იქნეს გაშვებული. პირველი ეს გამეჯო და ეგრე განადგურებული. მე ვიცი კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ხელისუფლება აღმართულებით თითში არ დაარქმევს. ხოლო და ხოლო ისე დამიჯერებს, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუოს და რაღაცას ვაკეთებ. პირველად მოუტყუებია თუ ასე არ იკადრებს. ან მათი ამომრჩეველი არ ითხოვს, რომ მომატყუეო თუ რა. მასა ითხოვს, მამაო, შინაგანად, რაც შეიძლება ხშირად მომატყუეთ. სამწუხაროა. აი ძალიან წარებ ლაპარაკობ, ბაბაო. წარებ ლაპარაკობ, ბაბაო, ზოთარათვიზია ამოვეხობე. იქ არის ზოთარათვიზია, წარე ლაპარაკი იცოდაო. წარებ ლაპარაკობ, ვიცი. მაგრამ მასა ითხოვს მოთხოვნილება მასა, რაც შეიძლება ხშირად მომატყუე. გამონათქვამი არის, თუ კი მასასო ერთხიო, რომ მას რაღაც ეშლება გაგთელავს, ანუ გამის აღზრდას თუ დაიწყებო, მაგრამ თუ დაიწყებ მასის მართვასო, ბელადად გაქცევენო და დაიჭრავენ. მოასი არის სამწუხარო. ამიტომ პრობლემები სერიოზულია, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემია, მაგრამ ბრძოლა დღის, იმიტომ რომ ეს სამშობლო ჩვენია, ეს ბავშვებიც ასევე ჩვენი შვილები არიან. Mama Spiridon, მეც რამოდენიმე ესე ვთქვათ აზრს ჩამოვაყალიბე განათლების სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით. განათლების სისტემა რომ უნიშნულოვანესია და მე ვიტყოდი უფრო აი მეტად, ყველა დარგზე მეტად, იმიტომ რომ თუ ქვეყანას მომავალი თაობა არ აღეზარდა სწორად, მაშინ არც ეკონომიკას აქვს ფასი. არც არაფერს აბსოლუტურად თავდაცვასაც კი არა აქვს. თავდაცვის სამინისტროს და სისტემას არ აქვს ფასი
თუ მომავალი თაობა სწორად არ იქნა აღზრდილი. რა არის განათლების სისტემის უმთავრესი, ასე ვთქვათ, ამოცანები? პირველი, უნდა მისცეს, რა თქმა უნდა, ღრმა შინაარსიანი ცოდნა ბავშვებს, ეს ერთი, მეორე, უნდა აღზარდოს ქვეყნისათვის სასარგებლო მოქალაქეებად. რა შემთხვევაში იქნებიან ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეები? როცა ისინი ეროვნულ ინტერესებზე, ეროვნულ ღირებულებებზე, პატრიოტიზმზე იქნებიან აღზრდილი. და როგორ შეიძლება თქო რომ ბრძანებდით გეი აქტივისტების მიერ აი ეს ღირებულებები იქნეს დანერგილი. აქ იქნება დანერგილი ყველა ვარიანტში, რა თქმა უნდა, საპირისპირო, უზნეობა, უზრდელობა, გარყვნილების, ესე ვთქვათ, ყოველგვარი ფორმა და რა თქმა უნდა, იქ უკვე ადგილი აღარ რჩება ღრმა ცოდნის მისაღებად. და ზედაპირული ცოდნით ასეთი გარყვნილი, ესე ვთქვათ, სწავლებებით გამოსული უმცროსი თუ უფროსი სკოლის სასაკის თუ შემდგომ ესე ვთქვათ, ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტებისგან გამოსული ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ვერ იქნებიან ქვეყნისათვის სასარგებლოები. და თუ ქვეყნისათვის სასარგებლო არ ახარ, მაშინ რა გამოდის? რისთვის ახარ სასარგებლო? ანუ აქ უკვე გება ასეთი საკითხი. ვიღაცას ინტერესი აქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა, ჩვენი ახალგაზრდა თაობა აღიზარდოს ვიღაცის ინტერესებისთვის. ვინ არის ეს ინტერესები? ვისგან მოდის ეს ლიბერალური იდეოლოგია? ჩვენგან ხომ არა? რა თქმა უნდა, ჩვენგან არ არის. ანუ ეს არის ის სისტემა, ის ქვეყნები, რომლებიც ამ იდეოლოგიას აფეტიშებენ და მე იდეოლოგიას კი აღარ ვარქმევ მაგას, მამაო. ეგ არის ახალი რელიგია. რა თქმა უნდა, ეს რელიგია კლასიკური გაგებით არ არის, რა თქმა უნდა, რელიგია, მაგრამ ყველა ნიშანს შეიცავს იმისა, რომ ამას აქვს საფუძვლები რელიგიური. ანუ გაფეტიშება რაღაცის, ესე ვთქვათ, აყვანა ისე დონეზე, რომ ღმერთი საჭირო აღარ არის და ჩვენი ბნებები არის მართველი და ამ ნებებს უნდა თაყვანი ვსცეთ და ამის გამო ყველანაირი კანონი მივიღოთ, ყველანაირი მოქმედება ჩავიდინოთ, რომ თავარია ჩვენ რა მოგვინდება, როგორ მოგვინდება, სად მოგვინდება, ისე გავაკეთოთ. აი ასეთი სისტემის მიერ აღზრდილი ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, ჩვენ წინა გადაცემაში თქვენ ბრძანებდით, რომ ვიღაცა ახალგაზრდებმა პარლამენტის სურათს დააშავდეს ქუჩაში. აი შედეგი, მიზეზ შედობრივი კავშირი. აი აქ ვლინდება ზუსტად. როდესაც მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდა ასეთი უნდა აღიზარდოს, შედეგი არის, რომ ის გამოდის და ქუჩაში ჩარდავს. ანუ ეხლა ეს ძალიან ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ცოტა განვაზოგადოთ, აქ ლაპარაკი არ არის მარტო ამ მოქმედებაზე, არამედ ყველანაირ ასე ვთქვათ ზნედაცემულობაზე. რაში შედის ეს ქუჩა გინება, თავშეუკავებელი მოქმედებები, ტაძრისა და ხატების შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, ხო? მთლიანობაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების შეურაცხყოფა. აი ეს არის მიზეზი და შედეგი, ამ შედეგი ეს არის და მიზეზი არის სწორედ ასეთი ტიპის აღზრდა ახალგაზრდების. ამიტომ ჩვენ თუ ლაპარაკობთ პრობლემაზე, რაც არის დღეს განათლების სისტემაში, ეს მომდინარეობს, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან, მაგრამ აქ ყავს მათ კარგი შემსრულებლები. მე მახსოვს, მამო, ესეთი ფაქტი დაახლოებით თუ არ ვცდები, სადღაც 7-8 წლის წინ მოხდა. თუ არა, შეიძლება სააკაშვილის პერიოდში იყო, როდესაც უცხოეთიდან მასწავლებლები ჩამოიყვანეს ბავშვები, რომ გაენათლებინათ, ასე ვთქვათ. და აღმოჩნდა, რომ მათგან უმეტესობა ან ლესბოსელი იყო, ან გეი იყო, ან რაღაცა საშინელება. რაღაცა გაურკვეველი გენდერი, იმიტომ ეძახიან ამ გენდერებს. აი წარმოიდგინეთ იმათი გაზრდილი ბავშვები რა იქნებიან. და ამიტომ აქ ცხადია დგება პრობლემა იმისა, რომ თუ ჩვენ სწორად არ აღმოზარდეთ და არ დავაყენეთ მყარსაფუძველზე, საძირკველზე, რასაც სამშობლო სიყვარული ქვია, ეროვნული ინტერესები ქვია, ჩვენი ახალგაზრდა თაობა, თავისთავად მივიღებთ შედეგს აი ამას. და ეს იქნება უდიდესი პრობლემა. კიდევ და კიდევ შეიძლება ამან უფრო მეტი უარყოფითი პრობლემები მოიტანოს ქვეყანაში.
თუ ჩვენი სიმდიდრე არის ახალგაზრდულ თაობა. თუ ჩვენი ახალგაზრდოს თაობა არ აუზარდეთ ისე როგორც საჭიროა, თავისთავად ცხადია მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგებს ჩვენი ქვეყანაში და წეღანაც რითაც დავიწყე საუბარი, საბოლოო ჯამში შეიძლება ერი მივიდეს განადგურების მდგომარეობამდე. ეხლა ვისაუბროთ პრობლემებზე, ვისაუბრეთ და გამოსავალზე ხომ არ ვისაუბროთ. აი გამოსავალი რა შეიძლება იყოს. დიახ. რაღაცას ვიტყვი. აი თქვენ ახსენეთ რომ ნებებია მთავარი, იზრდებიან ბავშვები ისე რომ ნებები მთავარი. და რა თქმა უნდა მათ არ მზადდებით. აი ჩვენში გაბატონებული არის ლიბერალური იდეოლოგია. დიახ. რა ლიბერალური იდეოლოგია, მოდი ამის ძირით თქვა. ლიბერალური იდეოლოგია რომ გააკვირდეს თვითონ ერთი შეხედვით ობიექტურად რო იყო ძალიან კარგ რამეს ამბობს რომ ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ მაგალითად ადამიანს რაღაც კეთილმა თუ უნდა და ის არ აზიანებს სხვას რატომ უნდა იყოს ის აკრძალული რატომ უნდა აიბრძოლოს და გააკეთოს თუ კი ის სხვას ჩემი უფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი უფლებები ჩემი მუშტი მთავრდება სადაც იწყება სხვისი ცხვირი და რაღაც ამაში არის კარგი ხო ერთი შეხედვით არის კარგი მაგრამ ნახე ლიბერალური იდეოლოგიის საფუძველი არის ადამიანი ვიღაცა რა არის ამაში ფუძი ადამიანის სურვილები და ქრისტიანობის საფუძველი არ არის ადამიანის სურვილები, არის ღვთისნება. ანუ ღვთის სურვილები. ქრისტიანი იყო ნიშნავს, რომ შენს ქმედებას ასწორებ ქრისტეს სიტყვაზე. ხოლო ლიბერალი იყო ნიშნავს, შენს ქმედებას ასწორებ შენს სურვილზე. და ამიტომ არის ახალგაზრდები, რა დაიწყე, მე ასე მინდა, მე ამის უფლება მაქვს, რომ ასწავლეს უფლება. ვალდებულება კი არ ასწავლეს და პასუხის გავლობაზე კი არ ელაპარაკება განათლების სამინისტრო დაუშვებს უფლება და ერთი შეხედვით კარგად ჟღერს ეს კარგად არის შეფუთული რომ ბატონო ბავშვის უფლებებზე ვლაპარაკობ და რა ბავშვის უფლებების წინააღმდეგი ხართ მამებო აი შემოგიტრალებია და ბავშვის ბავშვებს თქვენ ქრისტიანები ხარ? ბავშვის უფლებები შეზღუდვა გინდა? აი ასეთი ლოგიკა, ასეთი დემაგოგია გიბრუნდებიან. თუ სიღრმეში არ იქნა ჩაწვდომა და ეს სიღრმე არ იქნა ნაჩვენები, აი ერთი შეხედვით მარტო ზედაპირული ასე რომ ვთქვათ, თემებით შევდივართ პოლემიკაში ლიბერალებთან რაღაც სახის უპირატესობას იტოვებენ ადამიანების თვალში, მეტი კი არა. ამიტომ ლიბერალიზმი უნდა იქნეს განმარტებული. არის ადამიანის სურვილებზე აწყობილი იდეოლოგია. მე მინდა ასე. მიტო არის ამდენი მე მინდა. აბაო, მე მინდა. მე ამის უფლება მაქვს, მე ამის უფლება მაქვს, ჩვენ ხომ აქვს უფლება ევროკავშირში შევიდეთ. კი ბატონო, თუ კიდე ამას ჩინეთის რესპუბლიკა გახდი, მაგრამ გახდები მეორია. აფრიკის კონტინენტზე მართლა გამოაცხადოთ თავი საქართველოს აფრიკის ნაწილად სიტყვაზე ვამბობ. გახდები ევრაზიის კონტინენტზე ხარ. ხოლო მე მინდა ამიტომ არის ამდენი მე მინდა რომ ჩვენ ბავშვები გავზრდათ ლიბერალური იდეოლოგიით და ნახეთ რა ხდება ლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ვნებები ადამიანის ვნებები ჩვენ ხო ვიცით ქრისტიანებმა რომ თუ კი ადამიანმა ვნებებით ანუ საკუთარი სურვილებით იცხოვრა ის იღუპავს თავს თუ ბავშვის აი მამები ვართ მამი შვილები ყავს დაზრდილები დიდები არიან და ყველა იმ ადამიანს მები და მიმართო ის შვილები უკვე დაზარდა და ერთდროულად გარდა და ხეცილები რომ გაიარეს ბავშვებმა თვითონ ჩვენს ოჯახში რომ მოხდა ბავშვის სურვილები რომ ყველაფერი შესრულდეს მამაო იმ მომენტში რაც ბავშვი უნდა ხო დაიღუპა ის მამი და განადგურდა თვითონ ის ბავშვი ჩვენ ხო ვიცი ხო დაიღუპა მამაო და ვინმე მეკამა შემოგამართება აი შობელი რომელსაც გამოუწია რომ ბავშვი უნდა გარდატეხის წლებში ის რომ გაკეთდეს
გაიხსნეს ყველაფერი, ხო დაიმხო ის თვითონ მისი ცხოვრება და მისი ცხოვრების დაღუპვით ოჯახი დაიქცა. არ შეიძლება რომ ბავშვი დავზარდოთ მე მინდათ. არ შეიძლება ეს. ის უნდა გაიზარდოს არა მე მინდათი არა და აიმე შენ უფლება გაქვს ამის. არამედ ღმერთის სიტყვა რას გასწავლის. მისი სწორება თუ არის ღმერთზე, მაშინ ის იზრდება დილობიანი, პასუხისმგებლიანი. მაგრამ თუ ის გაიზარდა მე მინდათი, მერე ის რო გაიზარდება, მოხუცებული მშობლები ისვის ტვირთია და იბრის, მე მინდა მშობელი ჩავაბარო, ნუ რაღაცა ჩასაბარებელი არ იგივე ჩააბარო. ასე უნდა. და ასე აი იდეოლოგიის ძირითადი საფუძველი, ჩვენი ცხოვრების საფუძველი, ბავშვები უნდა დავზარდოთ არა ისე, რაც მათ უნდა და უნდა აუხსნათ ეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაცას მიაღწევა და სპორტსმენი. ხო არის, ხო ყავს ჩვენ ძალიან ძლიერი სპორტსმენები, მსოფლიოს ჩემპიონები. აბერტ მიხოთ. როდესაც დილიდან საღამომდე და 20 საათიანი ვარჯიშები ჰქონდათ. შინაგან დილით ადრე არგო არ ეზარებოდა. ყველა შეძერება, რამდენჯერ ჩვენ თაობაში და სვამი დილით ადრე რომ ხარ ასადგომი, არასასიამოვნო შეგრძნება არის, მაგრამ რომ იცი რომ საქმე ჭირდება, უნდა ადგე. ეს არის ვათი. და ასე უნდა გაიზარდოს. ანუ ქრისტიანული მორალი უნდა გაიზარდოს. ბავშვები უნდა აუხსნათ, რომ მათი ვნებები მათი დამღუპველია. მამო, აი თქვენ წერად რომ გძანეთ, აი ამ თემასთან დაკავშირებით ვინა რამოდენიმე აზრი დავამატო. აი იდეოლოგიის ესე ვთქვათ, ლიბერალური იდეოლოგიის ძირითადი მახასიათებლები რა არის, რომ აი თითქოს ადამიანის უფლებების დაცვის გამო ვესაუბრებიან. და თავისთავად თქვენ გეთანხმებით ყველაფერში რაც გძანეთ, რა თქმა უნდა, ღმერთია თავარი და ღმერთის სწავლებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს ბავშვმა სწორი საყრდენები და სწორი მიმართულება. ერთი რამე მინდა ასე ვთქვათ კიდევ დავამატო ამას, რომ ლიბერალურმა იდეოლოგიამ მოახერხა იმდენი, რომ მზაყვარების სახით შემოვიდა. ანუ ისე კი არა რომ აი დაუშვათ ეს უნდა გვინდა და ეს უნდა გააკეთო. არამედ აი შეფუთული, შელამაზებული ისე რომ თუ ადამიანს არ აქვს სწორი ასე ვთქვათ პოზიციები, თუ ის ასე ვთქვათ ღმერთის მიმართ არ არის ესე ვთქვათ სათანადოდ განწყობილი, მისი მოტყუება, მისი ასე შეფუთვა ლამაზად, აი ცისარტყელა ხომ ლამაზია და ეს ვაიღეს მათ ესე ვთქვათ თავის გამოიყენეს თავისთვის. არ და სინამდვილეში ხო ვიცით რომ ცისარტყელა არის ღმერთის გამოჩინების სიმბოლო. და მოახერხეთ ისე რომ აი ეს ცისარტყელა თითქოს წაართვეს ღმერთს და თვითონ თავის ესეთ სიმბოლოდ აქციეს. აი ასეთი მიდგომები მათ უამრავია. სპეციალურად მუშაობდნენ მაგათი იდეოლოგები იმაზე, რომ აი ასეთი ტიპის მზაყვარებები უამრავი და უამრავი გაიჩნდათ საბოლოოდ რისთვის, იმისთვის კი არა, რომ სიკეთე გაეკეთებინათ მართლაც ადამიანებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ ღმერთი დაგვევიწყებინა და ღმერთად გვექცია ჩვენი სურვილები. მე ეს მინდა. ეხლა მე მინდა პატარა ის გავიხსენო კიდე აი ამათი მზაყვარების შედეგები. გახსოვთ ალბათ ხო ესეთი ამბავი რომ მოხდა მამაო რომ ბავშვი ესე იგი ითხოვდა წასვლას სადღაცა ამის კლუბში ღონისძიებაზე და მამამ არ გაუშვა და მაინც წავიდა ეს ბავშვი მე ეს მინდა და უნდა წავიდა და მამამ როდესაც მოვიდა და გაუცხრა ბავშვს იმისათვის რომ რატომ გააკეთე შენ ესე რომ წახვედი და შუაღამეს ესე იგი 3 საათზე 5 საათზე მოყვედი პატარა ბავშვია ლაპარაკი უწლოვანზე ესე თქვა ჯერ არ არის იმაში რა ვქიო მოწლოვანებას შესული ანუ 18 წელს გადაცილებული კი არა ის ხო 14 წლის ბავშვი გოგონა და ამის გამო რომ მამამ ხმამავლა უყირა ცოტა ყურით შეიძლება უწია ამის გამო დაიჭერეს მამა და ჩასვეს ციხეში რატომ იმიტომ რომ ლიბერალური იდეოლოგია ითხოვს რას რომ ამას აქვს უფლება რასაც უნდა იმას გააკეთოს 13 წლის ბავშვია 12 წლის ბავშვია მას უფრო ბავშვების უფრო იუვენალური კანონი მივიღეთ ჩვენ ბავშვთა დაცვის იუვენალური კანონი რას ნიშნავს რომ ბავშვის უფლებები ვითომ
არის დაცული და სინამდვილეში ბავშვების ესე ვთქვათ წაქეზება ხდება მშობლების მიმართ, რომ მშობელსა და შვილს შორის კავშირი გაწდეს და გაწდეს იმისათვის კი არა რომ დაუშვათ ის დამნაშავეა და ეს არ არის დამნაშავე და ასე შემდეგ, არამედ უნდა მოისწოს ოჯახის სტრუქტურა, მშობელი, შვილი. ეს სტრუქტურა უნდა დაანგრიონ. სოროსმა ამაზე ძალიან დიდი თანხები დაფარჯა. ძალიან დიდი თანხები და ჩვენ ყავს ეს პოლიტიკოსები, რომელმაც ამაში გრანტები აიღეს და ეს კანონი მიიღეს. გახსოვთ ალბათ, ხო? მეორე კანონი, რითაც ესე ვთქვათ, ჩვენ მომავალთაობას ხელი შეუწყდეს იმისათვის, რომ ესე ვთქვათ, სექსუალური უმცირესობების დაცვა, ხო, იქ რაღაც უმცირესობის დაცვის შესახებ იყო იმ კანონში საუბარი და მათ შორის ეწერო სექსუალური უმცირესობების ჩაწერას იმ კანონში. რასაც საპატრიარქო და პატრიარქი ეუბნებოდა, რომ არ შეიძლება ამის ჩაწერა. და აი ამის გამო მოხდა ის, რომ ესე ვთქვათ, თავისუფლად ყოველგვარი შეზღუდული სკოლა იქნება, უნივერსიტეტი იქნება, თუ სადაც კი იქნება, მათ აქვს თავისუფალი ქადაგების უფლება და თავისუფლად რომ ასწავლონ. იმიტომ რომ ეს მათი უფლებებია და მათი უფლებები დაცული იყოს. ჩვენ რომ ესე იგი ევროპული საზოგადოების ნაწილი გავხდეთ, ჩვენ ვიცავდეთ მათ ესე იგი უფლებებს, რომ გამოვიდნენ პრაიდი ჩაატარონ, გამოვიდნენ გაყვნებები გააკეთონ ქუჩაში და ჩვენ ვაყურებინო და ხმარავთ პროპაგანდა. კი ახლა მივხვდეთ თითქოს თუ რაღაცა კანონი მიიღეს თუ ამის საწინააღმდეგო, მაგრამ იმ კანონში წერია მარტო სკოლაში თუ ასე ვთქვათ, რომ არ იყოს ეს პროპაგანდა. დანარჩენი უნივერსიტეტებში რატო უნდა იყოს? ან სხვა სასწავლებლებში რატო უნდა იყოს? ან ქუჩაში რატო უნდა იყოს? ან ტელევიზიით რატო უნდა იყოს? ეს ხო ფაქტიურად იგივე აღზრდობითი პროცესია რა, ტელევიზორში უყურეს, პატარა ბავშვი მივიდა დაჯდა სახში უყურეს ტელევიზორს, გამოვიდა ლესბიანკა ვიღაცას კოცნის პირველ აღზე იყო ეს საზოგადოებრივ აღზე, ეს სერიალი, რომ ვიღაცა ხალები ერთმანეთს კოცნიან, როგორ ეფერებიან და ესე ვთქვათ, ამითი ასწავლიან გოგონებს როგორ უნდა მოიქცნენ. ასევე რა თქმა უნდა, რაღაცა მულტფილმები რო გაუშვეს, გახსოვთ, ხო? რომ უყარდა ბიჭი შეუყარდა და იქ მშობლები როგორი ბედნიერები არიან, იმით რომ თავისი შვილი ვიღაცა ბიჭს ყვარობს და ერთმანეთთან რაც ეკეთებენ ჯანდაბა და დოზანა მაგათავს. ამიტომ მამაო, მე ვფიქრობ, რომ თვითონ აი დღესდღეობით ჩვენში დასამარცხებელი ყავს სწორედ ლიბერალური იდეოლოგია და საზოგადოება, ქართულმა საზოგადოებამ უნდა სწორად გაიგოს ეს ჩვენი ნათქვამი. ჩვენ კაცი ჭამები კი არა ვართ, რაც უბრალოდ ხედავთ ამაში ძალიან დიდ საფრთხეს, ძალიან დიდ საშიშროებას იმისა, რომ ქვეყანა შეიძლება საბოლოოდ წახდეს და აღარაფერი ეშველება მერე. აი უმრავლესობაში რომ იყოს ახლა წარმოიდგინეთ ეს ლიბერალური საზოგადოება, რა საშინელება იქნება. და რა თქმა უნდა, განათლების სისტემაც არის ამ საზოგადოების ნაწილი და იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ჩვენ 32 წელია და განსაკუთრებით 12 წელი, ბოლო 12 წელია ესე იგი ვაშენი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი გამოსავალის ძებნაც საჭიროა და გამოსავალში მე ვხედავ სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის მოშორებას და კონსერვატიული იდეოლოგიის შემოსვლას ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენ ქვეყანაში. ხალხმა უნდა გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ ის, რომ კონსერვატიული იდეოლოგია არის სწორედ დაფუძნებული ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე, მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაზე. ეს უნდა გავიგოთ კარგად. და მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში იყო გადამრჩენელი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისადაც. ამას ისტორიის ასე ხებისკრა და მისი მოშორება არ შეიძლება. ჩვენ დავაკვირდეთ ჩვენ ისტორიას, რამ გადაგვერჩინა, რამ მოგვიყვანა დღემდე, რატო ვარ ჩვენ ერი და რატო გვაქვს ქვეყანა. ეს არის სწორედ ამ მსოფლმხედველობისა და მართლმადიდებლური ქრისტიანობის დამსახურება. ეს მაშინ რადგან არ არსებობდა სხვა იდეოლოგიები, იყო მონარქიული წყობილება, ხო? ფაქტიურად მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა იყო კონსერვატიული მსოფლმხედველობა და ამას მიყვებოდა ერი და ქვეყანა და მონარქიც და ყველა. მამაო, ხო არ გადავიდეთ შემდეგ თემაზე. აი ეკლესია აი თავისთავად მივიდით ამ საუბარში იმ საკითხზე, რომ აი მართლმადიდებლობას რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის და ეხლა ძალიან საინტერესოა აი მართლმადიდებლური
რელიგიისა და ანუ ეკლესიის, ქართული ეკლესიის როლი განმანათლებლობაში რა მიზანი ქონდა მას საუკუნეების მანძილზე და რატომ არის ესე იგი საჭიროა თუ არა ეკლესიის შესვლა ესე ვთქვათ განათლების სისტემაში და თუ საჭიროა რატომ აი ამ თემაზე რომ ვისაუბროთ. საუკუნეების მანძილზე სწორედ ეკლესიას ეჭირა საქართველოში განათლების სფერო. მაგალითად, როდესაც ოქროს ხანა იყო ძლიერი ვიყავით. მე-12 საუკუნე და იგი ჩვენი ოქროს საუკუნეა. იყო ორი აკადემია, გელათესა და იყალთოს აკადემია შეიქმნა. სადაც მარტო რელიგიას ასწავლიდნენ მამაო. გავაკეთეთ რა საკითხს ასწავლეთ, მათემატიკაო, გეოგრაფიაო და სხვა ფილოსოფიაო. თუ რამე მეცნიერება იყო მეცნიერები იყო ასწავლიდნენ და ეს იყო განათლების სამინისტროა, აბა მეტი რა არის, აბა განათლების სამინისტროს. ქონდა ეკლესიას აღებული ეს ფუნქცია. ეს საუკუნეებში ასე იყო, შუა საუკუნეებში შემოვა, როდესაც ჩვენ ძიმე მდგომარეობა ქონდა მსგავსი რამ აი განათლების კუთხით ძალიან პრობლემები შეექმნა, კი არა ყოფნა არ ყოფნის საკითხი დავიდო შუა საუკუნეებში დაახლოებით 300 რაღაც 400 წელი მე-15 საუკუნის ბოლოდან დაიშალა საქართველო და მე-19 საუკუნის დასაწყისამდე უბრალოდ მე-18 საუკუნის ბოლომდე მოლებად ყიდდნენ მამაო. ისე მდგომარეობა განათლების სისტემას ხო ლაპარაკის ემედია. ქართველი ადამიანი მონად იყიდებოდა იმერელი, გურული, ეგრელი, ქართლელი თუ რაფი კახელი. მონებად იყიდებოდა ან სტამბოლის ბარძალზე, ან ჩრდილოეთ კავკასიაშიც იყო. და შემდგომ უკვე სკოლები, ალბანი დაიწყო მე-19 საუკუნეში ამ მიმართულებით, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სკოლები. და თუ ჩვენ გავიხსენეთ, მამაო, მე-19 საუკუნეში, როდესაც სკოლები იხსნებოდა, ეკლესიასთან იყო ეს ყველაფერი ასოცირებული. აკრული ერის ხალხი მონაწილეობდნენ, მაგრამ აი ისტორია ადასტურებს ამას მე-19 საუკუნეში და ჯერ კიდევ ეკლესიასთან იყო განათლება ასოცირებული. სასულიერო პირები იყვნენ დაინტერესებული და სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ განათლების საქმეს საქართველოში. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სასულიერო პირებისგან შედგებოდა ძალიან ბევრიდან. ეს იმას კი ანიშნავს, რომ მარტო სასულიერო პირები იყვნენ, რა თქმა უნდა. აი გაბრიელ ეპისკოპოსი ძალიან დიდი წვლილი აქვს მიღებული ამ საქმეში. და არა მარტო გაბრიელ ეპისკოპოსი, წმინდა გაბრიელ კიქოძეს. და მე-20 საუკუნეში უკვე შემდგომ, როდესაც უკვე ახალი როგორ ვთქვა, აი ათეისტურ სახელმწიფოში აღმოჩნდით უკვე მერე წითელი ოკუპაციის შემდგომ, ბუნებრივია ეკლესია საერთოდ გამოცხადდა არაკანონიკურად, თუ შეიძლება ასე ითქვას, დევნის ობიექტი გახდა და ვიღაც ჩააბარებდა განათლების საქმეს ეკლესიას. თვითონ ეკლესია ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, აი კნობის პროცესში იყო, ძალიან მძიმე იყო, აი ჩვენს პატრიარქზე ცნობილი გამონათქვამია, სუდარ გადაფარებული ეკლესია ჩაიბარაო. სუდარ რატო გონა, მძიმე მდგომარეობა იყო. და მის მერე ცოტა ხნის განმავლობაში იყო, რომ სასულიერო პირები შედიოდნენ სკოლებში. და ფაქტაშორის მამაო, მე აი 28 წელიწადი ხდება უკვე სასულიერო პირი ვარ და ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე შემთხვევა მაქვს, შეიძლება 10 მეტი შემთხვევა, ზავის არ დამიგრია შემთხვევები, რომ მოზარდს სკოლის მოსწავლეს ჩემთვის უთქვამს, რომ თავის მოკლაზე ფიქრობს. აი თვითმკვლელობები თავის მოკლები რო არის გაზრდილი ახალგაზრდებში, ბავშვებში. ეს მომატებული აშკარა. მე მოსმენილი მაქვს, რომ რამდენიმე იყო შემთხვევა თავის მოკლაზე ფიქრობს. სხვა პრობლემის გამო უბისესოდ კი არა, რაღაც ვეღარ უძლებდა რაღაც პრობლემებს, რაღაც დაკონკრეტები ახლა. და აი დაუხმარები ვარ, მამი. დაუხმარები ვარ, ვერჩი დამგონი ვარ.
და დღეს ახლა მახსენდება რამდენი მაგარი ოჯახები აქვს შექმნილი და მეტყვა კარგად და ბედნიერად გავყოფოთ. მაგრამ საინტერესო ისაა კიდე რომ დავამატებ გადახვევად გავაკეთებ რომ რამდენიმე ოჯახია რომლის მშობლები უაპელად დღეს უაპელაციას ნაზღავენ ძველი შეურაცხყოფის რეჟიმში არის იმიტომ რომ ევროპას არც მოუწევს სიაჟი იტყვები შვილი თვითმკვლელობას ფიქრობდა სკოლის პერიოდში დავეხმარე დღეს კარგად ხავს და მშობელი დღევანდელი სიტუაციით ჩემი ნაზღავში და შეურაცხყოფის რეჟიმში იყოფება ნუ არ არის გასაკვირი უკვე შვილი რატო თქილობდა თავის მოკლას ხო უკვე დათელი არის ხო მაგრამ ამაში არ აქვს მნიშვნელობა ბევრი მაღალზა ვინ არა თვითონ ეს ფაქტი რომ არსებობს რომ თვითმკვლელობები სკოლაში გაიზარდა რაოდენობა აუცილებელია რომ მიდგომა იქნა შეცვლილი აუცილებელია ეს სასულიერო პირის არსებობა სკოლაში და სასულიერო პირის დაკავშირება განათლების სისტემასთან ეს არის აუცილებელი აი წარმოვიდგინოთ აი ბულინგი არის სკოლაში ხო ამ სიტყვა გამოჩენებული ბულინგი ეს ბავშვი რომ მოძღვარი დაელაპარაკება მამაო რომელ ბავშვს ამხანაგები ვთქვათ ამცირებენ ასე შემდგომ ამ ბავშვს ეყოლება რაღაც ზურგი იმედი ხო იქნება ასე ამას ვინ ვერ ხვდება და ესე სიტუაციაში დღეს რაც არის ეს ბავშვი ეგრეთ წოდებული რა ქვია აი პოლიცია წარმოადგენელი რო არის რა ქვია კოლექში დამხედველი მაგრამ ინსპექტორები თუ რაღაცა ეს ბავშვი ინსპექტორებთან ვერ მივა იშვიათ შემთხვევაში მივა იმიტომ რომ მე სხვა სახელს დაუძახებენ აი უფრო მეტად შეავიწროებენ ხო ვიცი ბაბაო ეს ხო ფაქტია ამით მე იმას კი არ უარყოფ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობა ცუდია და რამე ამით უბრალოდ იმას ვამბობ რომ ყველას ამ ქვეყანაში აქვს თავისი ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თავისი ფუნქცია და სასულიერო პირებს აქვს თავისი ფუნქცია და სასულიერო პირებს ეს ფუნქცია არ უნდა წავარდოთ სასულიერო პირებს ერთი ფუნქცია არის ის რომ ახალგაზრდებს დაელაპარაკოს და როდესაც ახალგაზრდას აქვს ფიქრები ძიმე ცოდვისა არა მარტო თვითმკვლელობა და განსაკუთრებით თვითმკვლელობა რომ დაეხმაროს და თან ამა მოზარდმა იცის რომ ეს პირადია რელი ხო ვალდებული არ გათქვას აღსარება იმენა სხვა შემთხვევაში ხდება ჯვარი უნდა დადოს ხო ასლია ეს ხო იცის მოზარდმა და უკვე იმედია რომ ის მასთან მის მოძღვართან დარჩება ეს მოძღვარი კი მას გვერდით დაუდგება ასეთი შემთხვევები იქნება მე პირიქით ვიტყოდი კი ბატონო სასულიერო პირები უაპელაციო პირთაბი შეიძლება განათლების სამინისტროს ყველაზე ვერ შეუშვათ კი ბატონო რაღაცა გამოსთა ჩავაბარებიოთ კი ბატონო გზათავარ მე რომ რაღაც რა ვთქვა რა არა მარტო გლობა და წივა რომ ვიცოდე კი არა თქვა მასთან ურთიერთობის ელემენტები რომ ვიცოდე ხო პედაგოგიკაზე პედაგოგიკა ელემენტები ჩამაბარებია გამოსდა თუ ჩავაბარებ მომენტი საშუალება რომ სკოლაში ვიყო მე ვიქნებ მამო თქვენ იქნებით სხვა იქნება სასულიერო პირი სკოლაში უნდა იყოს ისევე როგორც სამხედრო ნაწილში უნდა იყოს, ციხეზე უნდა იყოს, სამლოცველო ადგილები უნდა იყოს, რაშუაშია იქ მას რო იძახიან, იქნება სხვა რელიგიები, ბიჭო სხვა რელიგიის წარმომადგენელი სკოლაში უარი, რაში უშლის იმას ხელს, რა ქვია, სამლოცველო კუთხე სკოლაში. აი რაში უშლის ხელს. თუ ჩვენ იმას ვაძალებთ და შეურაცხყოფას ვაყენებთ მართლმადიდებლები, რომ შენ რატო ხარ მაგ რელიგიისო, მაგას არასწავლ ჩვენი მართლმადიდებლობა რომ მით უმეტეს ბავშვს სულად მოეკეთში სხვა რელიგიის წარმომადგენელსო. პირიქით ჩვენ იმას ამაო დარწმუნებული ვარ, მამი აი თქვენ ხო გისვამ და მეც ასე ვიზამ სხვა რელიგიის წარმომადგენელ ბავშვს როგორც ბავშვს ისე დაველაპარაკებ, კაცო. გაშუაშია მისი რელიგია და თუ მე მართლმადიდებელი ვარ და
მართლმადიდებელი ბავშვები ვინც არის, იმათ მართლმადიდებლობაზე დაუწყებდა, მართლმადიდებლობად გავზრდი. იმის შეურაცხყოფა რანაირადაა ეს? ჩემი დაუგებარია. იმას როგორც ბავშვს იმის წინაშე რა ჩემს მოვალეობა შევასრულებ მოვალეობას. და როგორ გითხრა, აი მე ვიცნობ ადამიანს, რომელიც თქვა გერმანიაში სწავლობს და ის იქ იქაურ სასულიერო პირთან აქ ურთიერთობა რელიგია კი არ მიუღია მართლმადიდებელია, მაგრამ გარიგებებს აძლევს. ვიცი ეს მაგალითი. ის პასტორი ქვია თუ რა პასტორია გოი ხო? თუ რა ქვია, რა მნიშვნელობა რა ქვია? გარიგებებს აძლევს. ქართველ ახალგაზრდაშვილს ჩემთვის ულაპარაკია და მე ადამიანურად იმ ადამიანს ვარ მადლობელი. როგორც ქართველი, მადლობელი ვარ, რომ ქართველ ახალგაზრდას რაღაც შევები მიცა. და შედალოთ შვილო, აქ რატომ უნდა იყოს უმადური თუმე შევას მივჩნევ და თქვა ძიმე ცოდვისგან თუ კი ასეთი ბრძოლები ექნება დავეხმარები. აი რატომ უნდა იყოს ეს უმადური და რატომ უნდა საქართველოს თავი შეურაცხყოფება. ეს თვითონ მოგონილი მიზეზია, მამაო. აუცილებელია სასულიერო სკოლაში გასვლა, მაგრამ როგორც აღნიშნე მამიც ეხლა სანამ მონათლავთ ადამიანს მანამდე სასაკითხეს შეფუცების ლოცვები, იშვიათ გასადენდელი ლოცვები ყავს პირველ ეტაპზე სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან უნდა იქნეს გაშვებული გეი აქტივისტი პედაგოგები და პროფესორ-მასწავლებლები და მერე უნდა იქნეს სასულიერო პირები შესული სკოლაში. იმათთან ერთად ბავშვი ვერ მოხდება. გების ხლატვა იქნება და უბედურება იქნება და ჩხუბია დავაიქნება და კონფლიქტები იქნება სულ. მამო, მე გეთახმებით მაგაში რა ძანეთ აბსოლუტურად და ეგეც მე მგონია მზაყვარება არის გარკვეული ლიბერალური ესე ვთქვათ ნარატივისა, რომ მღვდელი თუ შედის ესე ვთქვათ ბავშვებთან, თუ იქ არის ერთი მუსულმანი ან ერთი ბუდისტი და ერთი დაუშვათ იუდეველი, ეს არის საშინელი დარღვევა თუ დანარჩენი 20 ბავშვი არის მართლმადიდებელი, თუმცა იმათ ესე ვთქვათ წავართვათ ეს საშუალება, რომ მოისმინონ რა არის ღმერთი, რა არის სიყვარული, რა არის ქრისტიანული სიყვარული და ასე შემდეგ, იმის გამო რომ სამი ბავშვი სხვა რელიგიის წარმოდგენილი ზის. ეს არის აბსურდი, აბსოლუტურად. მამაო და გეტყვით ახლა რატო. მე დაახლოებით 15 წლის წინ მქონდა პრაქტიკა იმისა, რომ შევსულიყავი ასეთი ეს არის ორგანიზაცია კარიტასი, რომელიც არის კათოლიკური წარმოშობის, ანუ კათოლიკური ეკლესია მართავს მაგ ორგანიზაციას, იქავთ ესე ვთქვათ ბავშვები ზოგი უპატრონოა, ზოგი ესე ვთქვათ არის მცირე შემოსავლიანი ოჯახებიდან რომ ვერაფერში ვერ ხომ და ასეთი ბავშვები ყავთ ამ ორგანიზაციაში. დღე და ღამე რა თქმა უნდა იქ ინტერნატული ესე ვთქვათ ცხოვრება არის და პარალელურად იქ ესე ვთქვათ ხდება ამ ბავშვების სკოლაში დაყავთ საჭმელ ყველაფერი რაც ესე ვთქვათ საჭიროა. იყო საკითხი ასე დამდგარი რომ უნდათ ესე ვთქვათ იქ მონასტერიც არსებობს კათოლიკური, უნდათ რომ ბავშვებთან ესე ვთქვათ კატეხიზმო ჩაეტარებინათ კათოლიკური. რაზეც რა თქმა უნდა საპატრიარქოში იყო მისულები იყვნენ ამდენი ის გამოიჩინეს ასე ვთქვათ ყურადღება და უთხოვეს რომ მოგვეცით უფლება ამის გაკეთებით და პატრიარქი იყო წინააღმდეგი და მოუწოდა რომ ბავშვებიო ნათლობით მართლმადიდებლები არიანო და უნდაო იქო მართლმადიდებელი მოძღვარი შევიდესო და მეც გამიშვეს იქ გარკვეული პერიოდი რამოდენიმე წელი ვიყავ მე აკრძალეს სამწუხაროდ ამ ლიბერალურმა იდეოლოგებმა ესე ვთქვათ ძვლის არსებობა საგანმანათლებლო სისტემაში და მე მქონდა შემთხვევა სწორედ მასეთ მიუხედავად იმისა რომ ბავშვების 90% მართლმადიდებელი იყო იქ იყვნენ მუსულმანებიც მაგრამ იქ იყვნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლები კათოლიკეებიც კი იყვნენ და მე მათთან როცა საუბრობდი მე არ მისაუბრია იქ იმაზე რომ რაღაცა ასე ვთქვათ გამეწია მათთვის ხადაგება რომ აი მართლმადიდებლობა კარგი დანარჩენი რელიგიები ცუდია
თქვენ მე ვესაუბრებოდი მათ ელემენტარულ რაღაცებზე, რატო არის ღმერთი საჭირო ადამიანისათვის, რა ჭირდება ადამიანს, როდესაც ის გაჭირვებაში იმყოფება, რატომ უნდა ღმერთის სასვება გქონდეს, რას ნიშნავს ადამიანის მიერ ადამიანის მოყვასისა და მოყვასის სიყვარული. და ანუ ფაქტიურად მე იმისგან მივხედოთ, რომ მართლმადიდებელი მამაო ვიყავი, ვცდილობდი ამ ბავშვებში გამეღვივებინა ელემენტარული ღვთის მოშიშება, ელემენტარული ღვთის სიყვარული და ერთმანეთისათვის პატივისცემა, რომ ცოდვის ჩადენა ცუდია, რომ ეს ცოდვის ჩადენა იწვევს შემდეგ ადამიანის ასე ვთქვათ გაუარესებას, სხვანაირი აზროვნების ჩამოყალიბებას და აი ესეთ თემებზე გქონდეს საუბარი. რა თქმა უნდა, იქ იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ჩვენ საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე ველაპარაკებოდით, მაგრამ არც ერთ ბავშვს ამას ხავს უსვამ. აი სხვა რელიგიის წარმომადგენლები პირიქით უხაროდათ ხოლმე, რომ მივდიოდი ჩამეხუტებოდნენ, ხოცნიდნენ ხოლმე, რომ რა კარგია რომ მოხდითო, რა კარგ რაღაცას გვასწავლითო. მამაო, ეს არის ყველაფერი ყურით მოთრეული ამ იდეოლოგების მიერ. ეს იმიტომ რომ მათ არ აწყობთ, რომ ადამიანები ღვთის სიყვარულით გაიზარდნენ, პატარა ბავშვები, ღვთის მოშიშებით გაიზარდნენ, მათ ზნეობა და ზრდილობა თავიდანვე არ ჩაენერგოთ. ამის ეშინიათ ყველაზე მეტი. ამიტომ არის ეს წინააღმდეგ. ეს ერთი. ეხლა მეორე მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი არის საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი საპატრიარქოში. მე შეხება მქონდა რამოდენიმეჯერ ამ განყოფილებასთან და იქ ესე ვთქვათ მომზადებული ქონდა ჯერ კიდევ ეს ლაპარაკი არის მამაო 20 წლის წინანდელი ამბავია. მაშინ პროტოპრესვიტერი იყო მამა გიორგიევა და მაშინ იქიდან დაწყებული ესე მეუფე იოანე ამუშავებდა პროგრამებს, წიგნებიც კი დაიბეჭდა, მამაო, წიგნებიც დაიბეჭდა და ისეთი კარგი წიგნები იყო, აი რომ ბავშვს რომ მისცემს, აი სწორი ზნეობრივ გაკვეთილებს, სწორ მიმართულებას. რა არის ამაში ცუდი რომ წაიკითხოს ეს მუსულმანმა თუ სხვა ნებისმიერმა, რა მუსულმანი ღვთის მოშიშების გარეშე უნდა გაიზარდოს, რომ ღვთის სიყვარული არ გქონდეს? ან მაგალითად ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ არსებობს ზენა არსებობს კაცო და ამის გათვალისწინება რომ უნდა ხდებოდეს ადამიანის მიერ და მისთვის უნდა არსებობდეს ღმერთი როგორც უზენა ესი არსება ხო ამაში რა არის ცუდი ნებისმიერ რელიგიაში არის ეს გამო ნებისმიერ რელიგიაში ხდება ეს ღვთის მოშიშება უნდა არსებობდეს და ღვთის სიყვარული არსებობდეს და ზნეობრივი რაღაცა ნორმები უნდა არსებობდეს რომელსაც ხადაგებს ხო მართლმადიდებლობა ახლა კიდევ ერთი საკითხი აი რაზეც ძალიან ესე თქვა შეიძლება ითქვას გულის ტკივილი შეიძლება გამოვთქვა იმის შესახებ რომ საჭირო არის თუ არა ეკლესია საგანმანათლებლო სისტემაში მე ვიტყოდი რომ საჭირო კი არა აუცილებელია იმიტომ რომ ჩვენ აი საუბრობდით რა პრობლემები შეექმნა ამ 30 წლის განმავლობაში 32 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის მიღებიდან შევარდნაძის პერიოდიდან უკვე იწყება ეს ასე თქვა დეგრადაცია განათლების სისტემისა და ახლა პიკს მიაღწია იმდენად ასე თქვა საშინელი პროგრამებია და იქ აბსოლუტურად ზედაპირული სწავლება მიდის მამაო არის ხარისხი აღარ არის იმ სწავლების ხარისხი არ არის ბავშვმა იცოდეს მათემატიკა ბიოლოგია სრულად ესმოდეს გეოგრაფია ბავშვს შეეკითხები სად არის ეს ქვეყანა სად არის ეს დედაქალაქი წარმოდგენა არა მამაო უკრაინაზე ველაპარაკებოდი ბავშვებს და ესე იგი ამერიკის კონტინენტზე არისო წარმოგიდგენთ და იმიტომ იცავს ამერიკა და ის კონტინენტიც კი არ იცოდნენ რომ კონტინენტები არსებობს პირიქით აი რო ველაპარაკებოდი გული მკვდებოდა ანუ რა თქმა უნდა არიან ბავშვები ახლა თვითგანათლებით არიან და ესე იგი დაკავებულნები და მშობლები ფიქრობენ მათ აზრდაზე და მათ განათლებაზე რეპეტიტორები ყავთ დაპირებებული და უამრავ ფულს იხდიან ამაში. როცა შეიძლება ამაში ესე თქვა სკოლა იყოს დაინტერესებული და სკოლა ასწავლიდეს და განათლების სისტემა ასწავლიდეს ამას ყველაფერს კარგად. და აი აქ სად არის ზუსტად აი ამ ადგილი იმ მოდელისა სკოლაში თუ უნივერსიტეტში თუ ნებისმიერ ადგილზე ადგილი არის როდესაც იმ ადამიანს რაღაცა ეშლება და პრობლემები ექმნება თავის ცხოვრებაში
სწორედ კეთილის რჩევა, კეთილი დარიგება შეუძლია ვის? შეუძლია მხოლოდ რა თქმა უნდა პედაგოგსაც შეუძლია, მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ, რომ პედაგოგების უმეტესი ნაწილი სამწუხაროდ მე არ ვამბობ ამას თუ მიხარიან რაღაც. სამწუხაროდ ვიძახი რომ აი ამ ესე იგი ეს რომ გაიარეს ეს რაღაც გადამზადების კურსები თუ რაღაც არ ვიცი, გამოიყვანეს ამათგან ესეთი ეგრეთ წოდებული ტოლერანტი, გამოტოლერანტებული, გამოლიბერალებული, ესე ვთქვათ, მასწავლებლები, რომლებიც რა თქმა უნდა არც ქვეყნის სიყვარულს ასწავლიან, აღმერთის შესახებ არ ლაპარაკებენ, თუმცა არიან, აი მართლა შეიძლება ითქვას პატიოსანი, კარგი მასწავლებლები, რომლებიც ახერხებენ მაინც, აი მიუხედავად ამისა, მიაწოდეთ ბავშვებს ამაზე ესაუბრონ. მაგრამ ეს ოთიცე ჩამოსათვლელი ეს სისტემაში არ ჯდება. აი ამაშია უბედურება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო იმისა, რომ ამ ლიბერალური იდეოლოგიის მოშორებასთან ერთად უნდა დაიცალოს, როგორც ზანებთ, საგანმანათლებლო სისტემა, გეი აქტივისტი და ლიბერალი იდეოლოგიის მატარებელი პედაგოგებისაგან და ესეთ პროფესორებისაგან და ესე ვთქვათ, მიეცეს საშუალება ქვეყნის სწორი განვითარებისათვის, სწორი ეროვნული პოლიტიკური სწორი განვითარებისათვის მიეცეს საშუალება იმ ახალგაზრდებს, რომ მოისმინონ ღვთის სიტყვა, მოისმინონ ქრისტიანული ზნეობა, მორალი და აი იმაზე აბიზარდო. მე ახლა უამრავი მშობელი დამეთანხმება იმაში, ახლა ვინც გვისმენს და ვინც მომავალში კიდევ მოგვისმენს, რომ ისინი ძალიან განიცდიან თავის შვილების მორალურ მდგომარეობას, იმიტომ რომ ბავშვი რომ მოდის, ასე ვთქვათ, მშობელთან შეხვედრა რომ წავს, ბავშვი უკვე არის იმდენად უკვე ასე ვთქვათ, დაკარგული მშობლისათვის, რომ შეპასუხებაზე აღარ ლაპარაკი, რომ აი მე ამას არ გავაკეთებ,ანი შენის გესმინდა. შეიძლება აგრესიაზეც კი გადავიდეს ბავშვი, რომ აგრესიული ესე ვთქვათ, მოქმედებები დაიწყოს. და ამისი არაერთი მაგალითი მომისმენი აღსარებების დროს. როგორ ექცევიან შვილები მშობლებს და როგორ უწოდებათ მშობლებს შვილებზე გული ამის გამო. ამიტომ ეს საფუძვლები თუ ჩვენ არ მივეცით ბავშვებს სწორი საფუძვლები თავიდანვე, მერე გვექნება ესეთი პრობლემები. ბატონო, ორ სიტყვას დავამატებ და მერე თქვენ ბრძანეთ, მამო. აი რაზე მიდოდა კიდე იცი მე თქვა, რის შესახებ მე თქვა. თვითონ სკოლა და სკოლის ასე ვთქვათ სისტემა, განათლების სისტემა რაღაცაზეა ხო დაფუძნებული, რაღაცა მოდელზეა დაფუძნებული და დღეს ჩვენ ეს მოდელი არც კი ვიცით რა წარმოდგენარული, იმიტომ რომ იმდენად არის ლიბერალური იდეოლოგია ასეთ მახინჯი ფორმით არის, იმდენად მახინჯი ფორმით არის შესული განათლების სისტემაში, რომ ჩვენ მოდელიც კი არ ვიცით რა მოდელით იზრდება ჩვენი ახალგაზრდობა. წარმოდგენარული. ეკლესიაც უნდა დაბრუნდეს მამო ემაში და რა ქვია სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში და ამასთანავე ერთად სამხედრო პატრიოტული აღლოდაც. იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს არ ვასწავლეთ ბავშვებს, ეს ორი ძირითადი მნიშვნელოვანი ესეთი საკითხი და არ მივეცით ბავშვებს ეს საფუძველი როგორი უნდა იყოს მათი ვერც პატრიოტებად გავზით, ვერც სამშობლოს დამცველებად გავზით და არც ზნეობა ექნებათ, არც ქრისტიანული მორალი არაფერი და ასეთი დაცლილი ადამიანი არაფრისთვის არ ვარ აბსოლუტურად. არც ქვეყნისთვის, არც ოჯახისთვის და არც საზოგადოებისთვის. ხომ ბრძანეთ მამო, ერთად შეიძლება და პატრიოტულად გააღწევთ ბავშვები, ძალიან აბსოლუტურად გეთანხმებით, მამი, რა ძალიან. ანუ ახლა ჩვენ გვაქვს თვალწინ გვაქვს მაგალითი ახალგაზრდები, უფრო მეტად გოგონები უბინძურესი სიტყვებით მიმართავენ პოლიციელებს, რომლებიც ასევე ახალგაზრდები არიან, აყენებენ შოვრაცხოვობა, თუ მაგარი ხარ, წადი და რუსეომე. იქვე კიდე ბიჭები არიან და ესენი ვინც ქუჩაში იქ დარბიან და პოლიციელებს შოვრაცხოვენ, პოლიციელებს და ჯარისკაცებს ხოთხოვენ, რომ რუსეო, ეომოს. თვითონ სადაპირებენ საღამოს, სადეშქარებენ ღამის კლუბებში. უბრალესო თვითონ კი არის პასუხისმგებლობას, რომ რუსთანს ომი თუა საჭირო
რუსი იქნება თუ სხვა ამტერი ნებისმიერი იმანაც უნდა იობოს კი არ გძოს პასუხისმგებლობას ის სამხედრო და პოლიცია და ის უნდა იობოსო და მეორე კიდე განათლების სისტემა დღეს ვამბობ იმდენად მახინჯია რომ აგერ ვამბობ ახლა მე სიტყვას რიგი ახალგაზრდებზე არ ვლაპარაკობ უნივერსიტეტებში სტუდენტები ვისაც ქვია ჩამოვატაროთ მამაო პოლიტიკური რუკა რამდენი იპოვის რუკაზე საქართველოს ადამიანი ძალიან ბევრი იქნება მამაო რუკაზე საქართველოს ადამიანი რომ ვერ იპოვოს საქართველოს ისტორია პრაქტიკულად არ ისწავლება მამაო სკოლაში საქართველოს ისტორია უნდა იყოს აუცილებლად ერთ-ერთი წამყვანი საგანი სხვანაირად პატრიოტი ბავშვს მომავალში პატრიოტ ახალგაზრდას ვერ გავხდით საქართველოს ისტორიის ფონდის გარეშე საერთოდ არ აიციან მამაო ისე განცხადა რომ ველაპარაკები ხოლმე ახალგაზრდას მამაო ისე განცხადებენ უბრალოდ გააკეთებენ კი არა ამტკიცებენ რომ აი არა გაზრი არა გრამაზე ელაპარაკო იმდენად აი გაუნათლებელია საქართველოს ისტორიის კუთხით საქართველოს ისტორია უნდა ისწავლებოდეს თქვენ ახსენეთ სამხედრო აღზრდა აბსოლუტურად გეთანხმებით უნდა აღიზარდოს ბავშვი საქართველოს ისტორია უნდა ისწავლებოდეს აუცილებლად თავის თავად სასულიერო პირებმა შედიოდეს სკოლაში მაგრამ კიდევ მეორე სანამ ის ხალხი გეი აქტივისტებისგან არ გაიწმინდება განათლების სისტემა არც საქართველოს ისტორიის სწავლას აქვს აზრი არც სამხედრო განათლებას აქვს აზრი არც მღვდლების ეკლესიებში სკოლებში შეხვედრას აქვს აზრი ის ხალხი გეი აქტივისტებისგან უნდა გაიწმინდოს განათლების სისტემა შეფუცების ლოცვები უნდა ეკრეს საკითხული მაგრამ საეროკულ განათლების განათლების სისტემას ეშმაკი უნდა ეკრეს განდევნილი და მერე უნდა ეკრეს იქ საქართველოს ისტორია პატრიოტიზმი ეკლესია უნდა შევიდეს იქ და კიდევ ერთი მამო თქვენ ცისარტყელა ახსენეთ და ცისარტყელა თვითონ არის მშვიდობის სიმბოლო ჯერ ამ ნაცნობლებმა ბავშვებს მოყარეს ცისარტყელა და მერე ცისარტყელას მოყარეს მამაო ერთი ფერი კიდე ცისარტყელა ხო ფერია მაგათი ცისარტყელა ერთი ცისარტყელა ხო მოყარეს ბავშვებს მერე ცისარტყელას მოყარეს ერთი ფერი კიდე და ეს მაგათი იდეოლოგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ასე უნდა გავზარდოთ ბავშვები ჩვენ არ ვიცი მამი ხანდახან რომ ფიქრობ რომ დავჩები ხოლმე მარტო რომ უყურებ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას დიდება შენ მოთმინებას უფალო იესო მithქვამს ხოლმე რომ აი რას ვითმენს ჩვენ იმდენად დაკარგული ვყავს ღმერთისადმი პატივისცემა ქართველებს დღეს რომ არ ვიცი ხანდახან ვფიქრობ რომ ჩვენ სახელმწიფოებრობას არ ვიმსახურებთ რომ არა ზეგარდამო წყალობა არ იყოს გადმოსული ჩვენზე ჩვენ აი ყველაფერს ვაკეთებთ რომ ჩვენი სახელმწიფოებრობა გაქრეს ყველაფერს ვაკეთებთ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და ეს აუცილებელია ჩვენში გაიღვიძოს როგორმე რაღა რა ვიცი როგორ უნდა გააღვიძო არ ვიცი მაგრამ ასეთი საუბრებით აი რამდენიმე კომენტარი იყო რომ კარგიაო უნდა ლაპარაკობდეთ ამ პრობლემებზე უნდა საუბრობდეთ აუცილებლად საუბრობდეთ შესაძლებელია მამაო ჩემ თავზე ვიტყვი რაღაცა თად ისე ზუსტად ვერ ვთქვა შეიძლება მაგრამ ნუ თუ იმას ვერ ხედავ შედალოცვილავს ვედერს მეუბნები რომ ჩემ საუბარში რაოდენ გულწრფელობაა ვერ ხედავ შეიძლება რაღაცა არ დამეთახო მაგრამ გულწრფელობას ვერ ხედავ და შენ თქვი უკეთესად და თუ არ მოგისმინო და არ მივიღო მერე მითხარის მერე თვით საყვედური ხანდახან არ ვიცი აგვაძლიეროს ვერც მამაო
და თქვა ძალა მოგწეს ისა რომ რაც შეიძლება ასე ხმამაღლა ასე საუბრობდით ხოლმე ბაბაო და სხვებსაც მოუწოდეთ რომ ისაუბრეთ ვიფასებო ისაუბრეთ პრობლემებზე და გამოსავალზე ხმა მოვიღოთ ქართველებო თქვათ თორემ იღუპება ქვეყანა გაქრება სახელმწიფო მოგაქრება მე გვიანი გზება თვითშექმენანი ხმა უნდა ამოვიღოთ და უნდა თქვათ პრობლემები და პრობლემის მოგვარების გზებიულზე უნდა ვილაპარაკოთ ასე ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ და უნდა რაღაც ძალად უნდა შევიკრიბოთ და შედეგი დავდოთ აი ლაპარაკობ განათლების სისტემაზე და თან ვიცი რომ ეს ხელისუფლება თითქოსი არ დაარქვას კაცო თითქოსი დამწყმელი არ არის და რომ გამოსწორდეს რამე და მასას მაგალითად რო გითხო რას ლაპარაკობ კაცო ქრისტიან და ოცნება და ასე შემდგომ თითქოსი არ დაარქვას რომ შეიცვალოს რამე გააკეთებს მხოლოდ იმდეს რამდენს ჩადრის რომ უკვე მოვატყუე ჩემი ხალხი ამდენ რაღაცას გააკეთებს ზედაპირულად როცა ხალხი დააგერებს უი ხო გამოსწორდა და გარე ხოდა როგორმე უნდა შევძლოთ ჩვენ ეროვნული კონსერვატიული ძალის ხელისუფლებაში მოყვანა დავიღუპებით შემოგვიყვებებს ფამქრ ეგ არის ერთადერთი გზამათი გამოსწორების ერთი ის არის ცოტა ისეთი ნათქვამია შენ გადაკეთებას ახლი გაკეთება ჯობია მაგრამ ამაშენი თუ არია და რაღაცეშველება ბოდიშვილი საზოგადოების უგალა ამათი გადაკეთება ამათ შეიძლება ქართველებო არ გადაკეთებიან ეგენი ქრისტიანება რაც არიან ეგრე იქნებიან უბრალოდ ეგენი მაიმუნობენ რომ მოგატყუონ ქართველებო მოგატყუონ ეროვნულ კონსერვატული ძალა არის ხელისუფლებაში მოსაყვანი როგორმე უნდა შევძლოთ ეს და ქვეყანა გაქრება და ეს უნდა მოვახერხოთ სხვანაირად ყველინდელი არ აქვს გაქრება საქართველოს საზოგადოება ნობას აიწყებს ურბანის პროცესში აღლაცა მადლობა ყურადღებისთვის და ემოციის შეგებას ვიტყო გაიხარე მამაო დიდი მადლობა თქვენი ესეთი პატრიოტული და ეროვნული და ქრისტიანული მართლმადიდებლური სწავლების გადმოცემისათვის მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენ ასევე ჩვენ მაყურებელს რომელიც გვისმენს გვიკომენტარებს ასე ვთქვათ ჩვენთან ერთად განიცდის იმ პრობლემებს რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ასევე რა თქმა უნდა დიდი მადლობა ყველას ვინც მოგვისმენს გაიაზრებს სწორად დაინახავს ჩვენ ნათქვამს და ასე ვთქვათ იმ იდეაში რომ ჩვენ უნდა შევძლოთ როგორმე ჩვენი ქვეყნის გადარჩენა ხარში დაგვიდგეთ ხარში ერთმანეთს დაუდგეთ სულ ყველა ვინც ასე ვფიქრობ თორე სხვანაირად მართლაც აი გადარჩენის შანსი არ გვექნება და ხშირად როცა სადღეგრძელოებში მე მომისმენია რომ აუ საქართველოს გაწყინებას გაუმართლოს ასე ისე და გადიან და მე ასე ვთქვათ ვიღას ახსოვს ან გამწყინება ან გაუმწყინება ყველანაირად ასე ვთქვათ ცუდ საქციელს ჩადიან გამწყინება მხოლოდ მაშინ მოვა როდესაც საზოგადოება იქნება კონსერვატიულ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ საფუძვლებზე და აი ამ საძირკველს აი მაშინ იქნება გამწყინება სუფრის მეომრები დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს მადლობა ყურადღებისათვის ძალიან გვიყვარხართ ძალიან პატივგცემთ და მომავალ შეხვედრამდე ტრადიციულად როგორც ვხვდებით ხოლმე დალოცულები გავახშობა ახალ წელს დაეცალეთ ნამდვილი ახალი წელი ახლა მოდის 14-ში ვექნება ასევე რა თქმა უნდა შობის წინოლე დღესასწაულის მადლით დალოცული იყოს სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი და ყველა კარგი ადამიანი კეთილი ადამიანი ამინ ამინ დალოცოთ მართლა მომავალ შეხვედრამდე შემოგვიყვება მომასპირდო მეც დამლოცეთ და დავამთავროთ ამიდან მეც დამლოცეთ აი ხარი მომავალ მრავალ დღეს იცოცხლო
და ეხლა მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიგალობოთ ღირს არ შეშმარიტად. ღირს არ შეშმარიტად რათა გადიდებდე Oh